ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის 876 მილიონი ლარიანი ტენდერი შეწყდა. ოფიციალური ვერსია სატენდერო მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების ხელახალი გადახედვა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 3 კომპანია მონაწილეობდა. 2 უცხოური და 1 ქართული კომპანია ანაგი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების აქტიური პარტნიორია. როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, სტადიონის აშენება დამკვეთს ამ ქართულ კომპანიაზე გაცილებით იაფად შესთავაზა თურქულმა კომპანიამ. ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი შემოდგომის დასაწყისში გამოცხადდა ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით მოედანი 70,000 მაყურებელზეა გათვლილი. ვინ არიან და რა შეთავაზებებით მიმართეს დამკვეთს ტენდერში მონაწილე კომპანიებმა და არის თუ არა ოფიციალურ დოკუმენტაციაში ისეთი გარემოებები, რაც ტენდერის შეწყვეტის ოფიციალური მიზეზის რეალურობას ეჭქვეშ აყენებს. თამარ დემეტრაშვილი დეტალებით. თუ ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმად ფასს ავიღებთ, მაშინ გამოდის, რომ ამ ტენდერში თურქულ კომპანიას უნდა გაემარჯვა, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი 754 მილიონ ლარად შესთავაზა სახელმწიფოს სტადიონის მშენებლობა, ანუ 100 მილიონით ნაკლები, ვიდრე ეს საწყისი ფასი იყო. გახდა თუ არა თურქული კომპანიის გამარჯვების ალბათობა იმის წინაპირობა, რომ ტენდერი საერთოდ შეაჩერეს, ამის თქმა ძნელია, თუმცა ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. რაც ეხება თავად პროცედურას, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება და ოფიციალურ მიზეზად დასახელდა დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება. რა იგულისხმება ამ ყველაფერში, განმარტებული ამ ოფიციალურ დოკუმენტებში არაა. რაც შეეხება კორუფციის მკვლევრების შეფასებას, ისინი ამბობენ, რომ დაპირებაც, რომ საქართველოს შეიტანდა განაცხად ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რაც თავისთავად ამ დიდი პროექტის განხორციელების საფუძველს და საჭიროებას წარმოადგენდა, ბლეფი აღმოჩნდა. კომბახიძის დაპირების მიუხედავად საქართველოს არც განაცხადი გაუკეთებია, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ არც სტადიონის საჭიროება ამ დროისთვის. არცი რას ეფუძნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და განცხადება ირაკლი კობახიძის მხრიდან ეფუძნებოდა იმას, რომ შეიტანდნენ განაცხადს და უმასპინძლებდნენ 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს, არათუ განაცხადი არ შეიტანეს, ასევე დამთავრდა 2029 წლის რეგისტრაციაც და არც აპირებენ განაცხადის შეტანას და ამ მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალის მასპინძლობას. ახალი სტადიონის მშენებლობა საერთოდ არ ჭირდება ქვეყანას თუ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობის უფლებას არ მოიპოვებს და ტყუილი აღმოჩნდა ეს განცხადება, შესაბამისად ტყუილი აღმოჩნდა ის გამოცხადებული ტენდერიც, რომელიც ამას უქმნიდა, ამ ტყუილს უქმნიდა ერთგვარ საფუძველს. ოფში მითითებული მიზეზი არის გაურკვეველი, ანუ წარმოუდგენელია, როდესაც შემსყიდველმა კომპანიამ შეწყვიტოს ტენდერი მიზეზით, რომ რაღაც კრიტერიუმები აქვს დასაზუსტებელი, მაშინ როდესაც მთელი 2 თვე ჰქონდათ ფაქტობრივად კრიტერიუმების დასაზუსტებლად და სანამ ტენდერს გამოაცხადებდნენ, მანამდე უნდა დაზუსტებული იყო კრიტერიუმებიც და ყველაფერი, რომ შემდეგ უკვე ესე 2 თვის მერე ტენდერი არ შეწყვეტილიყო და დრო არ დაგვეკარგა. ეხლა არის იმის, რომ აღნიშნულ, ასე ვთქვათ, ტენდერის შეწყვეტას ეს ადამიანები გამოიყენებენ იმისთვის, რომ ერთპირთა მოლაპარაკებით გაუფორმონ ხელშეკრულება რომელიმე მათთან დაახლოებულ კომპანიას და შემდეგ მიზეზი იქნება ის, რომ მაგალითად დროში ვერ ვასწრებთ, ან ასე ვთქვათ, რაღაც ტენდერი უკვე ჩაიშალა და მათი უკვე კანონიერი, ასე ვთქვათ, საფუძველი აქვს იმის, რომ გამარტივებული ტენდერი ჩაატარონ და გამარტივებული ტენდერის შემთხვევაში კიდე ქართული ოცნების ბუნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამარჯვებული კომპანია იქნება ის, რომელიც მათთან დაახლოებული და ქართულ ოცნებაში მიაქვს ფული. 850 მილიონ ლარად სტადიონის მშენებლობის ტენდერი აგვისტოში გამოცხადდა. ამ ტენდერით 70,000 კაცზე გათვლილი ახალი არენა უნდა აშენებულიყო ქალაქის განაპირას, კონკრეტულად კი აეროპორტის დასახლების მიმდებარე. ახალი ტენდერი კი შეწყვეტილია და არავინ იცის განაახლებს თუ არა ოცნებამ ამ პროცედურებს.